დუა გაგრელი თქვენი სათქმელი აი ხა რატომ გვეთკინა ესე გული არ ვიცი მე მგონი ამოწურეს მე ერთი რისი დამატებაც შემიძლია ამ შემთხვევაში არის ის რომ 2013 წლიდან რა ვიცი ჯერო დავიბადე ალბათ ბურთით დავიბადე იმიტომ რომ ფეხბურთი არის ჩემი ცხოვრება საერთოდ ძალიან მიყვარს ბავშვობიდან თამაშობდი კიდე შეიძლება ჩემ თანატოლებთან ეხა მანდ ვინც ლოკომოტივში ან იმაში თამაშობდა ნათამაშებიც მქონდეს ნაკრების წევრებთან ბავშვობაში მე უკვე 13 წლის ასაკიდან დაახლოებით ტრიბუნაზე გადავინაცვლე და ალბათ 7 წლის მანძილზე საქართველოში ჩატარებული არც ერთი ნაკრების თამაში არა მარტო საფეხბურთო სხვათა შორის ნებისმიერი სხვა ნაკრების თამაში არ გამიცდენია. თუმცა ჩემთვის დამატებით ძალიან გულსატკენია ეს ყველაფერი. გულსატკენია მე მერაბს დავეთანხმები განსაკუთრებით იმიტომ რომ მე ვხედავ ადამიანებს რომლებიც ჩემსავით იყვნენ იქ იმ ტრიბუნაზე სიტყვაზე ჩემზე მეტიც შეიძლება ცდილობდნენ რომ ამ საქმისთვის რაღაცა თითო აგური დაედოთ და საბოლოოდ მიიღეს ის რომ ფეხბურთელები რომლებსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეთ ერთ სიტყვას არ იღებენ რა ვიცი რის გამო აქ ის არის რა ქვია ერთმანეთის მიმართ მურიდება სიტყვაზე ერთ სხვადასხვა აზრზე არიან თუ რა არის არ ვიცი რის გამო მაგრამ რას ცვლის ეს დათა თუთაშხე როგორც იტყოდა ჯერ წესია საქმე და მე საქმეა საქმე ანუ ჯერ უნდა იქიდან უნდა ამოხვიდე რომ ადამიანი რომელიც ცდილობს შენთვის ყოველ დღე მაშინ აგები იგებ არ აქვს მნიშვნელობა ფრეს თამაშობ სუდად თამაშობ ჩვენ ქეცბაიას ნაკრები გვაქვს ნანახი რომელიც იყო მიუხედავად იმისა რომ 12 ასეთი არჩევანი არ ქონია და არა ვიცი მახსოვს მაშინ არ მიგვიტყვი მოძრაობა გააკეთეთ იდიომატს რომ უძახდა ქეცბა ნაკრებს მაშინ გულშემატკივრობდი და ახლა რატო არ გულშემატკივრობდი? ხო, მაგას ვიძახი, მაგამდე მივიდა 12 მატჩიანი სერია რო იყო, ის თუ 13 იყო, არ მახსოვს ზუსტად. და მერე როს წაგებები წამოვიდა და ნუ მიუხედავად იმისა, რომ თემური ძალიან მიყვარს, ის ნაკრები თამაშობდა ძალიან ცუდ ფეხბურთს. იმას უყურებდით და ამ ნაკრებს რატო არ გულშემატკივრებთ, ხო? მაგრამ ნუ აქ ის ფაქტი არის უკვე რომ როგორც ზურამ აღნიშნა, ხვალ რო ვიღაცას უბძანონ ზურა ფარჯიანის და დავით ჭკადუას დახრეტა მე უკვე იმის განცდა მაქვს რომ ეს ადამიანები ხმას არ ამოიღებენ და ერთადერთი მერაბს ეხლა წეგან ვერ დავეთანხმე ქართული სპორტის კომაგების მიმართ გამოთქმულ შენიშვნაში, მაგრამ მეორე შენიშვნას რაც აი დავამთავრე ყველასგან მეც ვითხოვ რა. აი ეს ბიჭები ხო არ მორჩენილა პრობლემები ამ ქვეყანაში. ეს ბიჭები ხო ისევ სხედან უსამართლოდ. მერაბ მაგას ვიძახი, მაგას. ხო და ამ ბიჭების სოლიდარობას ვითხოვ. იმას რა ქვია, მთავრობის გადადგომა მოითხოვე, არავისგან არ ვითხოვ. მაგაში გეთანხმები, იმიტომ რომ გინდა გიორგი გიორგაძე, გინდა რეზო კიკნაძე, რომლებიც მე როგორი შაბეჭლება მრჩება, იცი რომ საზოგადოებამ ეს ხალხი უბრალოდ მივატოვეთ ციხეში და შეგუებულები ვართ ყველანი რომ ამ ბიჭებს მოუწევთ თავისი ვადის ბოლომდე მოხდა. და ვითომც არაფერი არ ხდება რა. აბსოლუტურად ადამიანები არაფრის გამო, ჩვენი მომავლის გამო ციხეში სხედან და ჩვენ შევეგუეთ რომ რას ვიზამთ ახლა მოუწევთ რა 4 წელი და 5 წელი ციხეში ჯდომა და აი ეს ყველას ხელი გვაქვს ჩამოშლილი. ანალოგიურად მე ყოველდღე რუსთაველზე ვარ, ნებისმიერი შემიძლია დავუპატიჟო რუსთაველზე მაგის. კი, ვიცი. ამაზე არ არის ლაპარაკი რა. მე არ ვეუბნები რომ ამ არც კომაგებს და არც ფეხბურთელებს რუსთაველზე მოდითო, მაგრამ რაღაცა ერთი ბანდერი მაინც გადმოფინე რომ პატიმრებს და სოლიდარობა გამოუხატეთ. ამაზე ვიძახ. მაგაში UEFA გრძალავს უკვე და ვერ გადმოგვარდება. არის ხო ქუჩაში გამოფინე. მოდი თუ UEFA-ზე მივდივართ, მაშინ ფანკულტურები ვახსენეთ და მოდი თუ UEFA-მდე და ეს ნამდვილად ვიცი UEFA გრძალავს. თუ UEFA-მდე და UEFA-ს წესებამდე მივდივართ, არა აუცილებელი სტადიონზე გადმოფინო, შეგიძლია სიტყვაზე სტადიონამდე. სველობის დროს ფანკულტურები, ულტრასები, ტიფოზები თქვენ არ მოგეხსენებათ, როგორი ის არის და საერთოდ რა მოძრაობებია. მანქანებიც დაუწვავთ ფეხბურთელებს. არა, ეს შეიძლება მიუღებელია, მაგრამ ზოგადად ეს მოძრაობები არის საერთოდ სპორტი და პოლიტიკა არ იმიჯნება. ეს არის ის, რომ ყველაფერი პოლიტიკაა. პოლიტიკა არის ნებისმიერი ორი ადამიანის ურთიერთობა. გინდა ეს იყოს სპორტში, გინდა იყოს კულტურაში, გინდა იყოს სიმღერაში. ასე არის სპორტშიც და ასე არის განსაკუთრებით ფეხბურთში. ფეხბურთი იყო ყოველთვის ნაციონალიზმის, მათ შორის საქართველოში დინამო თბილისი იყო ქართული ნაციონალიზმის ერთ-ერთი, ისა რა ქვია, ძალიან მნიშვნელოვანი აგური. ამიტომ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ქართული სპორტი გამიჯნულია პოლიტიკისგან და ვერც ვერასდროს ვერ იქნება ეს ესე. ამით იმის თქმა მინდა, რომ გარდა იმისა, რომ ამ ფეხბურთელებს აქვთ ძალიან დიდი ძალა, რომ რაღაცა თქვან, აი სიტყვაზე გინდა deep state იქნება და გინდა პოლიტიკაზე, მაგასაც რო თავი დავანებოთ. არა აუცილებელი, ამას არავინ არ თხოვთ მას პოლიტიკური ანალიზის ჩატარებას. ამ ადამიანებს თხოვთ იმას მარტო, რომ ამ ადამიანებმა გამოხატონ სოლიდარობა ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან მათი ფანები. რატო არ ხარ თუ სტადიონზეო კითხვა რო ჩდება, მაშინ ჩვენ უპასუხებთ, რომ ჩვენ ვართ ციხეში და იმიტომ ვერ ვართ სტადიონზე, ხო? იმიტომ რომ
ჩემ გუშინ, ჩემ თვალწინ დააკავეს ჩემი ძალიან ბევრი თანამებრძოლი, ჩემი აზრით, რომელიც ძალიან დიდი სიამოვნებით არ გავიდოდა რუსთავაზე ქვეყანაში, რომ ყველაფერი კარგად იყოს და მივიდოდა თამაშზე. ბულგარეთში იქნებოდა და დაესწრებოდა. რატომაც არა, მეც დიდი სიამოვნებით წავიდოდი ბულგარეთში ქვეყანაში, რომ დაალაგებული სიტუაცია იყოს, მაგრამ არ მცალია, ბოდიში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს გასაკეთებელი და რუსთავაზე. წარმოიდგინეთ ბულგარეთში ცარიელ სტადიონზე 20,000 ქართველი. ისინი ხო არ მივიდნენ ახლა. არა, რა დონეზე გაუპროტესტო? თვითონ ისინი არა, რასაც ყენია ახლა სპორტში ვიცი. ბულგარეთში ძალიან უყვართ. ერთი არგუმენტია. ახლა კრასიმირ ბალაკოვი და ერთსაც ვიტყვი და ისინი ყავდა. მე არა მაქვს მე. ერთი არგუმენტი მძულს ყველაზე მეტად, რომ ეს არის, რომ ამ ადამიანებს საქართველოს სახელი გააქვთ უცხოეთში. კი, რა თქმა უნდა, ეს მართალი არის, შეიძლება ძალიან დიდ აუდიტორიას წვდებიან, თუმცა აქ არის ხალხი, გინდა რუსთაველში და გინდა ციხეში, რომელიც საქართველოში ცდილობს საქართველოს სახელის შენარჩუნებას. ამიტომ თუ აქ არიან მებრძოლები, რომლებიც სიტყვაზე ციხეზე და წამებაზე მიდიან იმისთვის, რომ საქართველოს სახელი შეუნარჩუნონ, ჩემთვის უკვე მეორე პლანზე გადადის, ვის გააქვს სახელი უცხოეთში. ამის იქით მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ზურას დავეთანხმებ მაგაში აბსოლუტურად, ზურას აბსოლუტურად დავეხმარებ, რომ ბულგარეთთან მატჩის მერე გიორგი მამარდაშვილს რო არ დაეწერა ის პოსტი, მე საერთოდ არ მახსოვდა გუშინ რომ თამაში იყო. და არანაირი ის არ მოხდა. აი, საინტერესოა რა იყო მაგ პოსტი, მაგრამ ამაზე თვითონ უნდა გასცეს თვითონ გრძნობენ ყველაფერს და გამოხატულება იყო. ხო, აი, საინტერესოა რა გახდა ამ პოსტის მიზეზი, ანუ რომელიც გამოაქვეყნა ამ ყველასათვის ძვირფასმა და საამაყო მამარდამ, ხო? ანუ რა იყო ამის მიზეზი რა იყო? ეს არის ძალიან საინტერესო და რა განცდამ დააწერინა, ხო ეს? ჯერ ესეთი სწორი თქვა ეხლა რა დათომ. აღარ აქვს ხალხს განწყობა, თორე ხალხო მართლა 9,900-ს გადიოდა ეს გულშემატკივრების არმია. მე და შენ გვემახსოვრებას, აი დათოც საკმაოდ პატარა თორნიკეთს იმ 99 წელს დინამო ეთამაშებოდა მოსკოვის სპარტაკს. ჯერ კიდევ კომუნიზმი იყო და საბჭოთა კავშირი იყო. იმ დინამოს ფეხბურთელები მიხვდნენ 9 აპრილს მოწამლულებთან მივიდნენ საავადმყოფოებში და პირობა დადეს რომ მოსკოვის სპარტაკს მოუგებდნენ, იმიტომ რომ როდიონოვი თამაშობდა მაშინ მოსკოვის სპარტაკში და ბიჭების თხოვნაც ეგ იყო, მოწამლული ბიჭების. ეს ცხადაძეს აქვს ძალიან კარგად ჩემთან ინტერვიუში მოყოლილი და უბრალოდ წარმოდგენაც არ გვინდოდა ის თამაში რომ წაგვეგო რა მოხდებოდა სტადიონზეო და მოიგო და ცხადაძემ გაიტანა სხვათა შორის აი ჟინი, აი უყურეთ ეგ არის მაგას ვამბობ, ანუ ის ენერგია, ის ჟინი რაღაცა გაქრა რა. თორნიკეს ჰქონდა მართლა ისეთი ემოციური ვიდეოები ამ თემაზე ბოლოსთვის რა კიდევ განვაგრძობ ხა საუბარს, მაგრამ სიამოვნებით უსმენ ხოლმე. ხო, აი საოცრად ამაღელებდი და სხვა შორის მისი ეს ვიდეო რომ ნახე, მე მივხვდი რომ ეს თემა იყო რა დასაგეგმი სტუდიაში უნდა გველაპარაკა ამ თემაზე, იმიტომ რომ ეგ არის რა, თქვენ რასაც ამბობდით ეხა დათო, მე რომ მიყვარ ხარ შენი გულშემატკივარი რო ვარ, მაშინ მინდა რომ დავინახო რა, თანაგრძნობა მინდა დავინახო. გიორგი გორგაძე იქ რო იყო, დათომ რო ჩაწერა, თავგადაკლული ფანი რო იყო, იმან უნდა დაინახოს რომ შენ ტკივა